მოგესალმებით, ეს არის შერეკილები. დღეს ვიმყოფებით VTB არენაში, თუმცა ძალიან დიდი მადლობა, რადგან დაგვითმეს ესეთი უზარმაზარი სივრცე. რათა გადავიღოთ ვიდეოები და მომავალში VTB არენასთან ერთად ვყიდებით უამრავ ძალიან მაგარ ვიდეოს და სამწუხაროდ ისევ აქ უნდა დგარიყო ჩვენი ძმა ტერუ, მაგრამ ისევ ფეხი აქვს ნატკენი და მომავალ ვიდეოში აუცილებლად იქნება, მაგრამ წინაზე ხო გითხარით, აუცილებლად იქნება თუ მომავალ ვიდეოში თუ, მაგრამ ამჯერად სულ რო რა ვიცი, ძმაო, სულ რო დავაყენებთ, გადავაღებინებთ მაინც. მე აიგერებ ბოძივით დავაჭობ და იქნება ბოძივით. ბოძი. დასმეორებთ ილეთებს ლეგენდარული თამაშიდან, რომელსაც ქვია ვექტორი. ალბათ ყველას გეცოდინებათ ეს თამაში და ბავშვობაშიც გექნებათ ნათამაშები, ნუ ეხლა მე დიდობაშიც ვთამაშობ. რადგან ყველაზე მიახლოებული სიმულატორი არის პარკურის თამაში. რა, სალტუები, ყველაფერი არის, ილეთები და რა ვიცი. თავიდან დავიწყებთ შედარებით ადვილი ილეთებით და ნელ-ნელა ეტაპობრივად გავართულებთ ილეთებსაც. პირველი ილეთი არის რივერსი, ოღონდ ტყუპი ფეხით, ანუ დაბლეგით. ერთად გამოვიყენებთ მსგავს ზედაპირს, რათა თავისუფლად გავაკეთოთ. ოღონდ ფეხები უნდა შევაერთოთ, და მოდი მიშო შენქენი ახლა უფრო კარგად გამოგივაწეს. დავიდა. ერთიც. ბამ! ეგ არის. ესეც პირველი ილეთი და გადავედით შემდეგ ილეთზე. შემდეგ იქნება წინ ყირამალა, ესეთ ხელების დადებით, თავის და უნდა აგდო. წავიდო პირველი ვსთი, ეს არ მევასწრე. ოპა. ეგ არის, შენ წარმოიდგინე. მომეც როქედან რა შეხუება შეიძლება აგდობის მომენტში. ოპა. ნაის. მოდი ახლა მევცდი და მე ზუსტად ვიცი რომ კარგად გამომივა, იმიტომ რომ მევასება ეს ილეთი. მოდი ხარ ესე ადვილად, შუბძრებ, ვაგდებ, ჩამოიტან, როგორც გინდა. ძალიან ადვილია ეს ილეთი. და გადავედით შემდეგ ილეთზე. მოკლედ ეხა ოდნავ გავართულოთ და მოდი სალტო გავაკეთოთ ხელების და ყველაფრის გარეშე. აქედან უნდა შევახტეთ და წინა სალტოთი უნდა დავხტეთ და გავიქცეთ, როგორც ვექტორი გარბოდა ყოველთვის. აი რატომ მომსდევთ, ბიჭო, რა გინდათ, თო? просто აი მოგსდევენ. რა საჭიროა ამ სალტოს გაკეთება? ვერ ხვდები, ძმაო. გაიქეცი რა, პირდაპირ. თან ჩემსავე ჩავირო არის. აბა, კიდე გაგაშავებ, მოიცა. კიდე გაგაშავებ, ხო? აი, წავიდე. ოპა, დიგ. ბარემ ვექტორი გებაზრებათ, იმ უნდა გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, ჩააკომენტარეთ, გადააზიარეთ, გადმოაზიარეთ და წავიდა. შემდეგ ილეთი იქნება ამ კუბიდან იმ კუბზე არაბულით. Side flip-ით. Hop! Easy peasy გამოდი. ესეც ავიცი ადვილია რა, მაგრამ ნელ-ნელა ეტაპობრივად გართულდება. თუ მოვასწრებთ. წავედით. ოპა, და მე გავიქცეთ ისე. ეგა. აი ხა ცოტა გავართულოთ და ამ არაბულს კიდევ მეორე არაბული მივაყოლოთ, რაც ცოტა ადვილია ესეც, მაგრამ შედარებით რთული გამოვა. იო, ადვილია ესეც. ოპა, კაი პიჩი. მივასწრებ არაბული. შემდეგ იქნება ჩემი საყვარელი მაიმუნური დაბკონგი ესე. წავიდა. რომ მარტო მიშო იზავს ამ ილეთს, ასე რომ გადავედით კომბოებზე და შემდეგი კომბო იქნება წინა ბორბალ არაბული. კომბოში უნდა გავაერთიანოთ ეს სამი ილეთი. და გაქცევა. წეტუჭყიანი იყო, მაგრამ არა უშავს, წავა რა. ეხა განახებთ ჰაერში ახტომას და გაკვანძვას. არა, ბიჭო, რა გინდა? კარგი იყო ძალიან. ვიცი, წინიდან კარგად ჩამოვედი, ხო? ძალიან, არაბულზეც კარგად ჩამოხვედი, არაბული. კორგიო. ფორმაში შევდივართ ნენელა. ვიდეოს გადაღების პროცესში შემოგვიერთდა ლაშა. მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ძალიან რო არ გავწელოთ პირდაპირ დავიწყოთ. შემდეგი ილეთი იქნება ჩიტგეინერი ვექტორიდან. აკაი სიმაღლეებზე წევი იმენი ჩემი.
შემდეგი ილეთი არის ხელების გამოყენებით შევდივართ დაახლოებით რანდატის პრინციპზე ამ სიმაღლედან ვაბავთ უკანას. მესაც ადვილია, თან პატარა კომბო არის და შევბეროთ, წავედით. აი დაახლოებით ეს. ოპა, ვაიმე ცოტა შემეშინდა. წავიდა ეხა იზავს დანელა. ჩავერთვები მეც და ვსავდოთ. ეგარ. იზი. აი ეხა ცოტა მაქსიმალურად მივამსგავსებ იგივე ილეთს და ბოლოში დაგჭირდება ბლანში და ბლანშის მერე შემოტრიალება და გარბენი როგორც ვექტორშია. და გარბენი. ეგა. შემდეგი ილეთი არის რანდატ ფლაკ უკანა და ამ უკანით უნდა გადავახტეთ აი ამ მშვენიერ რაღაცას. ახლა ეს ვწდი. და ნახოთ სად მოვალ და როგორ და მე გავაკეთე ილეთი. წესით გადაახტე. ესეთ კი. ახლა კიდე გადავიდეთ ილეთზე და გავაკეთეთ. ოპა. ეგა. ძალიან კაია, საღო. ძალიან იზი. გამოიწერეთ ნახე და დავლაიქეთ ვიდეო. ეხლა შედარებით გავართულებთ ილეთს და ლაშა იზავს აქედან ორმა გატვისტს. ვეცდები პირველივე და დავსვ. დასვა, უიჭველი დასვა. პერფექტო. ერთი სხვა, ანუ გამოვიდა კი, მაგრამ ერთი სხვა არ გავამორთ, უფრო ლამაზად მოვიდეთ. ერთი. ბუმ. ისე რატო ძნელია ჩადის დაბა. ო, აი ეგ იმენა მოსვლა ძნელია, მაგრამ იყო რა მაინც. დაისვა. და ესე ჩვენი ვექტორი. მოკლედ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვექტორის ვიდეო. ამ ვიდეოს ექნება გაგრძელება, რა თქმა უნდა, მეორე ნაწილი, სადაც ვიზავთ უფრო მეტ და უფრო მაგარი ილეთებს ვექტორიდან და დანელას დიდი მადლობა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი შერეკილეს რო აქ დღეს დამიძახეს და წარმატებას უსურვებ ამ ბიჭებს და გამოიწერეთ ამათი არხი.